ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რომელსაც ადამიანები გამუდმებით სვამდნენ საუკუნეების განმავლობაში და რომელსაც კიდევ მრავალჯერ დასვამენ იესო ქრისტეს მოსვლამდე. რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, ტკივილს და ტანჯვას, მაშინ როცა ფლობს ძალას ამ ყოველივეს აღსაკვეთად? აბა დაფიქრდით იმის შესახებ, არჩევანი რომ არ არსებობდეს ამ ქვეყნად. ამას ცხოვრებას ვერ უწოდებდით. ის ფაქტი, რომ მე და თქვენ არჩევანის უფლება გვაქვს ცხოვრებაში, ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ავირჩიოთ სწორად მოქცევა და შეგვიძლია ავირჩიოთ არასწორად მოქცევაც. ხშირად ტანჯვა სწორედ არჩევანის თავისუფლებას მოაქვს შედეგად. იმას თუ ავირჩევ, რაც ჩემთვის კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს დავიტანჯები. არა, იმას თუ ავირჩევ, რაც ჩემთვის ცუდია, ყოველთვის ტანჯვაში ვიქნები? ძირითადად კი. აი რა ხდება. ერთ-ერთი მიზეზი ჩვენს ცხოვრებაში არსებული ტანჯვისა და ტკივილისა ისაა, რომ მან ეს დაუშვა, რათა ცოდვის შედეგები თვალნათლივ გაგვიცხადოს. ღვთის წინააღმდეგ თუ ვცოდავთ, ვეურჩებით მას და არც ტკივილი, არც ტანჯვა არ მოსდევს ამას შედეგად. ასეც გავაგრძელებთ მოქცევას, რადგან ასეთია ჩვენი დაცემული ბუნება. ამრიგად, ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება. შეგვიძლია თავად ავირჩიოთ ესა თუ ის რამ, თუმცა როცა ჩვენი არჩევანი თუ ეურჩებით ღმერთს, ეს აუცილებლად გამოიწვევს შესაბამის შედეგებს. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ღმერთმა დაუშვა ტანჯვა და ტკივილი, ჩვენივე დაცვაა. როგორ? ეს საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს. დავუშვათ ტკივილი და ტანჯვა რომ არ არსებობდეს. დავუშვათ კვირის ტავი, ანუ მუხლის თავის მრგვალი ძვალი გაიტეხეთ. ყესები გაგიწყდათ, ხრტილი დაგემსხვრათ და ტკივილი კი ვერ იგრძენით. წარმოიდგინეთ, ცოტა ხანში რა მდგომარეობაში ჩავარდებოდით. ამრიგად, ყოველგვარი ტკივილი და ყოველგვარი ტანჯვა ცუდი როდია. ტანჯვისა და ტკივილის არსებობას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენი გაფრთხილებაა საშიშროების შესახებ. გარდა ამისა, განა ტანჯვასა და ტკივილში არ ვლინდება, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ერთია ვხარობდეთ და ბედნიერნი ვიყოთ. წარმატებას ვაღწევდეთ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ სულ სხვაა, როცა არაფერი გამოდის ისე, როგორც ჩვენ გვსურს. როგორ ვიქცევით ამ დროს? როგორ ვიქცევით და რას ვფიქრობთ, როცა ავად ვართ? როგორ ვიქცევით და რას ვფიქრობთ, როცა ლოგინს მიჯაჭვურნი ვხდებით? განსაკუთრებით, თუ ბუნებაში სიარულის მოყვარული ხართ, ზოგადად გიყვართ სიარული, დიდი ენერგია და ძალა გაქვთ და უეცრად ეს ყოველივე ქრება. რა ხდება? რატომ უშვებს ღმერთი ამ ყოველივეს ჩვენს ცხოვრებაში? ერთ-ერთი მიზეზი ამისა ისაა, რომ გავიგოთ ვინ ვართ სინამდვილეში. ჩვენ გვგონია, რომ ძლიერნი ვართ. გვგონია, რომ მომთმენნი ვართ. ფიქრობთ, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ. უეცრად ხვდებით ასეთ მდგომარეობაში. წევხართ, საშინელ ტკივილს გრძნობთ, იტანჯებით და გამოსავალს ვერ ხედავთ. არც პასუხი გაქვთ. და რა ხდება? ვაცნობიერებთ, რომ ღმერთი გვჭირდება. პავლე მოციქულიც ამგვარ სიტუაციაში იყო. გახსოვთ რა თქვა? ტკივილსა და ტანჯვაში, რომელთაგანაც ღმერთი არ ათავისუფლებდა, მან ღვთის მადლის საკმარისობა აღმოაჩინა. როცა ღმერთმა უთხრა, საკმარისია ჩემი მადლი, იმას, რასაც ტანჯვისა და ტკივილისას ვისწავლით, სხვაგვარად ვერ ვისწავლიდით. იმას ვგულისხმობ, რომ ჩემს საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი გაკვეთილები იყო ისინი, რომლებიც ვისწავლე სასოწარკვეთილებაში ღმერთზე დაიმედებისას. ღმერთო, შენ თუ არ დამეხმარები, გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს უფლისაკენ გვიბიძგებს. თქვენ ამბობთ, ეს ხომ სიყვარული არ არის? როგორ არა, სიყვარულია. ნებისმიერი რამ, რაც ღვთისკენ გვიბიძგებს და მასთან გვაახლოებს, სასარგებლოა ჩვენთვის. ტანჯვაში ყოფნისას პავლე მოციქულმა აღმოაჩინა რაღაც საკუთარი თავის შესახებ. აღმოაჩინა რაღაც უფლის შესახებ და თქვა, რომ უკვე შეეძლო ეხარა იმით, რაც ტკივილს იწვევდა მასში. და შეეძლო ეხარა იმის გამო, რაც ისწავლა, იმ თავისუფლების გამო, რომელიც ამ ყოველივეს გაცნობიერებისა და სიხარულის შედეგად მოიპოვა. რა მოიმოქმედა ღმერთმა მის ცხოვრებაში არსებული ტანჯვისა და ტკივილის მეშვეობით? ეს დაეხმარა პავლეს, რომ დახმარებოდა სხვებსაც. ჩემი ცხოვრების გზას რომ გავყურებ, კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ რაც გამოვიარე, რამაც ყველაზე დიდი სირთულენი შემიქმნა, რაც ყველაზე მტკივნეული იყო, რამაც ყველაზე დიდი ტანჯვა მომიტანა, სწორედ იმ ყველაფერმა ჩამომაყალიბა ხუცესად, რათა დავხმარებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე გზას გადიან. ჩემთვის უთქვამთ, ჩვეულებისამებრ ვერ გისმენთ, ვერ გიყურებთ, რადგან ვფიქრობ, რა იცით ტანჯვის, ტკივილისა და მარტოობის შესახებ. არაფერი იცით ამაზე. ახლა კი შემიძლია გისმინოთ. ახლა შემიძლია გიყუროთ და ვიცოდე, რომ საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობთ და არა წიგნებში წაკითხულიდან. სიძნელე და ტკივილი გვამზადებს, რისთვის? სხვების დახმარებისთვის და ასევე ღვთის დიდებული ძალის აღმოჩენისთვის, რომელიც ნუგეშია ჩვენთვის. ეს კი ბუნებრივად გვიზიდავს ღვთისაკენ. და კვლავ გეტყვით, ნებისმიერი რამ, რაც ღმერთს მაახლოებს, კარგია ჩემთვის, მომწონს ეს რაღაც თუ არა. რა თქმა უნდა,
ტანჯვა და ტკივილი ჩვენში მარადისობაზე ფიქრებს აღძრავს. არსებობს სიცოცხლე ამ ცხოვრების შემდეგ და მე მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამდით. ამახვილებთ ყურადღებას, თუ რატომ აკეთებს ამას ღმერთი? უფალო, რის თქმა გსურს ჩემთვის ამით? რის შეცვლა გინდა ჩემს ცხოვრებაში? რა გინდა, რომ მოიმოქმედო ჩემში და ჩემი მეშვეობით, რისთვისაც ეს ტანჯვა და ტკივილი მამზადებს. გახსოვდეთ, ტანჯვა და ტკივილი, ან უკეთეს, ან უარეს ადამიანებად გვაქცევს. გახსოვდეთ ისიც, რომ ღმერთს აქვს მიზანი, მას აქვს მიზანი და ის სასიკეთოდ შემოაბრუნებს ყველაფერს თქვენთვის, თუ მადლიერებას გამოხატავთ და განადიდებთ მას. თუნდაც არ გესმოდეთ, რატომ ხდება ესა თუ ის რამ თქვენს ცხოვრებაში.